შემოგვიერთდა დიდი ღომში მდებარე წმინდა 100.000 მოწამის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი ირაკლი დუმბაძე. ფილმშვიდობისა მამა ირაკლი. ფილმშვიდობის მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, საინტერესო საკითხზე ვსაუბრობთ, რომელი იყო წინაშე ჯვრისა უფლისა, მაცხოვრის აღდგომა, როგორც ჭეშმარიტი დღესასწაული. დღეს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ეხსენიებს წმინდა მოწამე ლონგინოს ასისთავს და პირველ რიგში რომ შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს, ვინ იყო ეს წმინდა მოწამე ლონგინოს ასისთავი, მისი ცხოვრება, რა ვიცით ისტორიული წყაროებიდან მის შესახებ. ესე იგი, გადმოცემა არის მისი ცხოვრების შესახებ, რომ და სხვათაშორის ეს გადმოცემა, რაც მისი ცხოვრების შესახებ ჩვენ ვკითხულობთ, არის ისიხი იერუსალიმელის მიერ დაწერილი. მან იპოვა მოწამის აქტები თვითონ ამ აღდგომის ტაძარში და შემდგომ შექმნა რაღაცა მის შესახებ ეს ისტორია. ისტორია ესეთი არის, რომ იყო ასისთავი ლონგინოსი, რომელიც წარმოშობით კაბადოკიიდან არის და პილატეს გარშემო, რომელსაც ეს რომაული სამხედრო წყობა ემორჩილებოდა, პილატეს მიერ მიმაგრებული იყო ჯვარცმის დროს მაცხოვრის ჯვართან. სამ სახარებაში, მათეს, მარკოზის და ლუკას სახარებაში წერია ესეთი ფაქტი, რომ როდესაც იქნა ძვრა და როდესაც აი ეს მზე დაბნელდა, მერე შემდგომში მაცხოვრის მიერ ეს აღმოთქმული მამო შენ ხელს შევედრებ შენ სულს და ეს საოცარი სიტყვა, რომელიც ჯვრიდან იქნა მოსმენილი, 7 სიტყვა არის სხვადასხვა ნათქვამი მაცხოვრის 7 სიტყვა აქვს მაცხოვრის ჯვარზე ნათქვამი. აი ეს ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ სახარებაში არის პატარა ესეთი ფრაგმენტი, რომ ამ ასისთავი ამბობს, რომ ჭეშმარიტად ძეღმრთისა იყო ეს. და არის იოანის სახარებაში ერთი კიდე ფრაგმენტი არის, რომელიც ასე თქვათ, ამ რომაულ მხედრებს უკავშირდება. ეს არის რა მოწმობა, ასე თქვათ, რომ როდესაც ესე იგი პარასკევი ღამდება, ებრაელებს უნდათ რომ მათ ჯვარზე აღარ იყოს, იმიტომ რომ დღესასწაული იწყება მათთვის ეს პასექის და მოდიან რომ წვევები გადაუნტრიონ ჯვარზე გაკრულ ადამიანებს. და როდესაც მოდიან მაცხოვართან, ხედავენ რომ მაცხოვარი აღსრულებული არის. სხვადასხვა მინდა მაყურებელმა ყურადღება მიაქციოს, რომ ვნება რომ ნებსითი იყო, ანუ ნებაყოფლობითი იყო მაცხოვრის ეს ჯვარცმა, საოცარი პატარა სიტყვა არის ასევე იოანეს სახარებაში, რომ მაცხოვარი ჯვარზე ჯერს თავს გადაიდრიკავს და სულს მერე განუტევს. ესეც სხვაგვარად პირიქით ხდება. ადამიანი ჯერ სულს განუტევს და თავს მერე მიაგდებს. ხო, ანუ ესეც რომ მისი ნებაყოფლობითი მსხვერპლის მანიშნებელი არის და როდესაც მოდიან მაცხოვართან, მაცხოვარი აღსრულებული არის. ამიტომ მის წვევებს არ გადაამტვრევენ, იმიტომ რომ ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ მიწვევი მისი არ შეიმუსრება. ეს არის თვითონ მოსე წინასწარმეტყველის უწყება, რომ კრავი როგორ უნდა ყოფილიყო, ასე თქვათ, საპასექო კრავს, რომელსაც დაკლავდნენ, მისი ძვლები არ უნდა დამტვრეულიყო, ისე უნდა ეჭამათ. და ერთმა მხედართაგმა ლახვრითა უგმირა გვერდსა მისა და მეხსოვრად გარდამოხდა სისხლი და წყალი და რომან იხილას წამა და ჭეშმარიტას მისი წამება. როგორც ცნობილი არის, ლონგინოზი აი ამ დროს აქ იყო, როდესაც მაცხოვრის ამ გვამს ვიღაცამ ხედარმა ფერჩი ლახვარი უგმირა და მისი თვალიდან, მისი ამ გვერდიდან გადმოსულმა სისხლმა და წყალმა, რომელიც ლონგინოს ასე თქვა შეეხო, თვალის პრობლემა მოუგვარა და პლუს ამას გახსოვთ თქვენ ესეთი ცნობა არის სახარებაში, რომ როდესაც მაცხოვრის ამ სხეულს, წმინდა სხეულს დაკრძალავენ, მას რომაულ ცველებს მიუჩენენ ასევე. და ხდება სასწაული. კვირა დღეს უფლის მაცხოვარი აღდგება, უფლის ანგელოზი ლოცს გადააგორებს და შეშინებული ეს მცველები გარბიან თავი ასე იერუსალიმში, რომ უთხრა რომ თავიანთ უფროსებს, რომ საფლავი ცარიელი არის. ეხლა რომაელი მცველისათვის, როდესაც მას საფლავიდან ვიღაცა გაეპარება, თქვათ დაცული რომ გაეპარებოდა, მისი სიკვდილის ტოლფასი იყო. აი ეს პატარა მოწმობა არის პავლე მოციქულის ასევე თქვათ ცხოვრებიდან, როდესაც ის დაპყრობილი ყავთ, მოკლედ მოხდება ისე, რომ ციხეში, სადაც ის ყავთ დაწუსაღებული,
ერთ ღამეს უფლის ანგელოზი პავლე მოციქულს ჯაჭვებს გაუხსნეს და საფლავის კარი გაიღება და ცველი რომაელი ცველი ფიქრობს რომ პავლე მოციქული რომელიც მას ჩააბარეს რომ უნდა დაეცვა გაიქცა და ადგილობრივად დანას ფიქრობს რომ ხანჯალი მუცლაში გაიყაროს თავი მოკრას იმიტომ რომ ისედაც სიკვდილი ემუქრებოდა და პავლე მოციქულის სიტყვები ესმის შიგნიდან და ნუგეშინია მიაქავრა და ეს იმენა დიდი სასწაული იყო თვითონ ამ ცველისათვის რომ მთელი მისი სახლებული მოინათლება მე რატომ ვუსვამ ხას ამ ყველაფერს რომ შემდგომში მე შევხედებ ამ თემას რომ ებრაელებში გავრცელებული ცნობა იმის შესახებ რომ იესო კი არ აღუდგა რა მისი სხეული მისმა მოწაფეებმა მოიპარეს. მოკლედ ლონგინოზი ამ ყველაფრის შემწერი არის რამდენიმე ცოლთან ერთად და მათეს სახარებაში არის რომ ამ ცოლებს ცდილობენ რომ მოისყიდონ ეს ცოლები ცდილობენ რომ მოისყიდონ ებრაელმა მღვდელმთავრება და აი რამდენიმე ადამიანი ცოლი უარს ამბობს ამ ყველაფერს იმიტომ რომ ფაქტი იმენა დიდი იყო ამ აღდგომისა რომ ესა მოციქულის რომ მართლა არ მოუპარიეთ რომ ლონგინოს ამაზე ვერ დაიყოლიებენ და ის ქრისტეს აღიარებს როგორც მესიას. ამის შემდეგ ის მოციქულთა ხელიდან ინათლება და ცნობილი არის რომ რაღაცნაირად ყოველ ცდილობენ რომ მას მოუდონ რაღაცა შარი და იმიტომ რომ ზის გრძნობს უკვე ამ საზოგადოებისაგან მიატოვებს ამ სამხედრო სამსახურს და მიდის კვლავ კაბადოკიაში და იწყებს ქადაგებას ქრისტეს როგორც განკაცებული მხსნელის რომელიც შემდგომში აღდგა. და რა თქმა უნდა ებრაული თემი ყველგან იყო და რა თქმა უნდა კაბადოკიაშიც იყო ეს თემი ამ კაბადოკიელი ესე იგი სასულიერო პირები მიაწვდნენ ხმას რომ პილატეს რომ იქნება ეს ადამიანი ლონგინოზი და დაისაჯოს და მართლაც პილატე გზავნის ამ მსახურებს და ცნობილი ფაქტი არის რომ ლონგინოსთან რო ჩადია კაბადოკიაში თვითონ ცოლები ეს სამხედროები ვერ ხვდებიან მისთან მივიდა ეძებენ ლონგინოს და ლონგინოზი თვითონ შეიპატიჟებს დიახ შეიპატიჟოს სახში მე მოგაზევნინებთ ლონგინოსო მეორე დღეს თავდიმ დღეს დააპურებს მოკლედ უმასპინძლებს მეორე დღეს კიდე ეუბნება რომ მე ვარ ეს ადამიანი თვითონ ეს ადამიანები თვითონ მსახურები პილატესით შეწრწუნებულები არიან და არ უნდათ რომ ადამიანი მოიკლას მაგრამ თვითონ ეხოცება რომ რახან ესე ხარ ეს ღვთის განგება ესე უნდა ახსოვდეს და მომკვდეთ ამიტომ ჩემს თქმელი იესოსთან მალიწავა თავს მოვკვეთავენ მასთან მის ორ მეგობარს რომელთაც იხილეს ქრისტეს აღდგომა და ცნობილი ფაქტი არის რომ ლონგინოზის ამ თავს წამოიღებენ იერუსალიმში მოწმობად იმისა რომ მის ნამდვილად მკვდარი არის და მას გადააგდებენ უწმენდურ ადგილას და გადის რაღაცა პერიოდი უკვე ქრისტიანობა დამყარებული არის ბიზანტიის იმპერიაში უკვე ბიზანტია არის და ერთი ქალბატონი ჩამოდის იერუსალიმში სიწმინდების თაყვანისაცემლად და გზად როდესაც ქალაქს მოახლოვდა ქალაქში შემოსვლას აპირებენ ცოტა რამდენი მხრივ და შვილი გარდაეცვალა თვითონ დასნეულებული იყო თვალის პრობლემა ჰქონდა და აი ნუგეშად იმისა რომ მას შვილი ასე თქვათ გამოეცალა ხელიდან თვითონ დაცნეული იყო ღმერთმა ანუგეშებთ რომ ლონგინოზი მოუგზავნა და რომ მას უთხრა რომ ჩემი თავის ქალა აქ არის და თუ შენ იპოვე შენ და ის განიკურნები და მართლაც მოხდება სასწაული ეს ქალბატონი განიკურნება ანუ ეხა თემა რატო არის ხა ძალიან მნიშვნელოვანი რომ ეხა ლონგინოზი იყო მოწმე ქრისტეს აღდგომისა და ეხა შემოდგომა არის სად აღდგომა მაგრამ ქრისტიანი ამ აღდგომის ჩვენი რწმენა ქრისტეს აღდგომის გარშემო და ქრისტეს აღდგომაზე დამყარებული სარწმუნოება არის და ქრისტიას უნდა გქონდეს აი შინაგანი მოწმობები რომ თავის თავში ეს როდესაც რაღაცა პოლემიკაში შევა ან რაღაცა იქნება თქვა რაღაც ეს საეჭვო ვითარება თქვა რომ ვიღაცა აეჭოს რომ ქრისტეს აღდგომა ჭეშმარიტი დღესასწაული არ არის მას გქონდეს შინაგანი მოწმობა იმისა რომ რას ქვია კაცო მე აი ეს ყველაფერი მოწმობს იმასაც რომ ქრისტეს აღდგომა ნამდვილად ჭეშმარიტი დღესასწაულია და ჭეშმარიტი არის. სხვადასხვის აი ჩვენ რომ ვსაუბრობთ ეს სიტყვა რომ ქრისტე აღდგა და ჭეშმარიტად აღდგა ეს სიტყვა სახარებისეული არის, იმიტომ რომ იოანეს ლუკას სახარებაში არის, როდესაც მაცხოვარი ემაუში მიმავალ ლუკას და კლეობას დაემგზავრება და ესე ვერ ხვდებიან რომ მაცხოვარი არის, აღდგარი მაცხოვარი არის, მაგრამ ისინი შეიცნობენ რომ როდესაც მაცხოვარი პურს გატეხავს და უცბად თვალს მათ თვალთგან ეს მაცხოვარი მიეფარება და უკარო ბრუნდებიან
ამ საოცარი და სასიხარულო უწყების საუწყებლად ამ დარჩენილი მოციქულებისათვის ისინი ცეონებენ რომ ნამდვილად აღდგა უფალი და ჩვენას ვიმოს ამ ნამდვილად აღდგა უფალი ჭეშმარიტად აღდგა უფალი ეს ჩვენი ეს სიტყვა როდესაც ვახარებთ თმაზე ქრისტე აღდგა და ჭეშმარიტად აღდგა არის ეს სიტყვაც არის სახარებისეული ეხლა რა პრობლემა არის ებრაელებში არის გავრცელებული ხმა რომ ქრისტეს სხეული მისმა მოწაფებამ მოიპარეს. უფრო კიდე შორს მიდიან თქვათ მუსულმანური სარწმუნოების აღსარებლები, იმიტომ რომ მქონია შეხება იქ რა დამოკიდებულება არის რომ ქრისტე ჯვარზე არ მომკვდარა. ქრისტეს ნაცვლად იქნა სხვა მოკლული და ესე იგი ის მერე შემდგომში ეჩვენა თავის მოწაფეებს. ორივე შემთხვევაში ჩვენი ანუ ორივე შემთხვევაში თქვა როცა ადამიანს მოუწევს სიტყვაზე პოლემიკაში შესვლა ყველა ადამიანის რაღაცნაირად დააეჭოს რომ აბა მაქინა მართლაც ესე არის და სად არის აი ეს მოწმობა იმისა რომ მე ჯეროდეს რომ ქრისტე ნამდვილად აღდგა და აი ვიღაცა ვინც ჩემთან პოლემიკაში შემოდის იმას რაღაცა დაუპირისპირო ჩემი ცოდნა ობიექტური ცოდნა პირველ რიგში, როდესაც აი ისტორიკოსები იქნება თუ ღვთისმეტყველები ყურადღებას ამახვილებენ რას? მოციქულების მდგომარეობაზე. ეხლა წარმოვიდგინეთ, რომ მაცხოვრის როდესაც ბოლო საღამოს გამართავს ეს არის საიდუმლო სერობას, თავის მოწაფეებს ეუბნება, რომ ესე იგი რომელიღაცა თქვენგანი მე გამცემს. და საოცარ სიტყვას ამბობს პეტრე მოციქული, რომ სიკვდილით რო დამჭირდეს მე შენ არ გიღალატებ არანაირად არასდროს და პეტრე მოციქულს ეუბნება მაცხოვრი, რომ პეტრე მამლის ხმამოდეს სამგზის უარყოფ მე და ნახეთ როგორ არის, როდესაც მაცხოვრის შეპყრობას აპირებენ პეტრე საოცარი გულიანი არის მომენტში, რომ ღვთაუნთავრის მონასაც კი ყურს ჩამოკვეთავს და მაცხოვრი ეუბნება გაჩერდი პეტრე ჩააგე მახვილი ქარქაში, იმიტომ რომ მე ჩემი ზეციერი მამის გან არ შემიძლია ვითხოვო რა ანგელოზების ლეგიონი ჩამოვიდეს, მაგრამ მაშინ ჩემს აღსასრულებას ვინ გააღასრულებს. მაგრამ ცოტა ხანში აი ამ ფაქტიდან ზუსტად 2 საათში ხომ პეტრე მოციქული არის საოცრად უცბად ასე თქვა შეშინებული, რომ ქალბატონის ხმაზე რომ შენც მასთან ერთად იყავი ვიღაცის ხმაზე რომ შენი სიტყვაც წარმოგაჩენს რომ გალილეველი ხარ და მისიანი ხარ აი ამ სიტყვაზე პეტრე მოციქული უარყოს და ყველაზე ძიმე და ესე თუდად მოსასმენი რა არის რომ როდესაც პეტრე ეუბნება რომ ფიცა ვარ მე ამ ადამიანს არ ვიცნობ და საოცარი ფაქტია დაჭერილი ლუკა მახარებელს რომ ამ დროს მაცხოვრი გამოყავთ ესე იგი ანა კაიაფას სახლიდან და უნდა წაიყვანონ პილატესთან და აი თვალები წააწყდება ერთმანეთს მაცხოვრისა და პეტრეს თვალები და პეტრეს აქვს საოცარი სინანული ამის შემდეგ. ეხლა წარმოგიდგენთ ყველა მოციქული გაიფანტა. მარკოზის სახარებაში აღწერილი არის აი დაედევნებიან ამ მოციქულებს ერთი მოციქულიო ერთი ყრმაო მარკოზის როგორც გადმოცემარი საკუთარ თავზე ლაპარაკობს მისი სახლი ამ გეცამანის ბაღთან ახლოს ყოფილა და როდესაც ნახა რომ ეს ჩოჩქორი იყო გავიდა რა თქმა უნდა იცოდა რომ ქრისტე იქ იყო და არდაგი ანუ მოსახვევი ქონდა პირდაპირ შემოხვეული და რო დაედევნებიან ამ არდაგს გამოკაჩავენ და შიშველი გაიქცევა ანუ შეშინებულები არიან თორ წერია ესეთი წინასწარმეტყველებას იყო რომ დავსევ წყევსი და განიბნევენ მისი ცხოვარი და გადის რაღაცა პერიოდი ესე იგი ეს დაბრკოლებული შეშინებული მოციქულები არიან შევკრებილი ერთ სახლში და აღდგომა დღეს მაცხოვრი მათ ეცხადებათ და ესე იგი მათ გულებში საოცარ სიხარულს მოიტანს და მაცხოვარი აუწყებს პეტრეს და ყველა სხვა მოციქულებს რომ არ უნდა განეშორონ ისინი იერუსალიმიდან არამედ უნდა დაელოდონ ზეციდან მოვლენილ ძალას ანუ ეს სულიწმიდის მადლზე და გადის რაღაცა 50 დღე მოციქულები კვლავ შეკრებილები არიან სულიწმიდა გადმოდის და ეს იწყებენ ისინი მეტყველებას სხვადასხვა ენებზე და ეს ხალხი რომლებიც ჩამოსულები არიან ერგაზის დღესასწაულზე ფიქრობენ რომ საიდან გვესმის ჩვენ ეს როგორ ამ მეთევზურებს უბრალოდ მეთევზურებს როგორ შევდეროთ ჩვენ ხმაზე გველაპარაკო ჩვენ ენებზე გველაპარაკოს იმიტომ რომ მოციქულები მეტყველებენ ზოგი ეგვიპტურად ზოგი არამეულად ზოგი თქვა ბერძნულად ზოგი რომაულად უსწავლელი მეთევზურები და ყველაზე სასწაული არის ეს რომ აი ეს პეტრე მოციქული რომელიც მანამდე შეშინებული არის ადგება და იწყებს ქადაგებას ისეც რომ მის ერთ სიტყვას აი ამ საოცარ სიტყვას მოყვება 3000-მდე ადამიანის მოქცევა ეხლა დაუშვათ სიტყვაზე რომ
ესე იგი მაცხოვარი არ აღდგარა მოციქულებმა მოიპარეს ქრისტეს სხეული ვინ განამტკიცა ეს შეშინებული მოციქულები რომ ისინი იწყებენ არა მარტო ქადაგებას არამედ სიკვდილზეც კი მიდიან რომ მათ ეს ამ სიტყვას არ უღალატონ ეხლა მე რო რაღაცა ტყუილი გამოვიგონო და ტყუილის თქმა მოვინდომო თქვა ხომ ამ გავრცელება ამ ტყუილისა როგორც კი ჩემს სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება მე ამ ჩემ ტყუილს უკან წავიღებ და ეს მოციქულები კიდე სიკვდილზე მიდიან რომ ესე იგი ეს სიტყვა არ განაგდონ მაგრამ სიტყვას არ უღალატონ არც ერთი მოციქულის ფიზიკურად თავისი სიკვდილით არ არის ბუნებრივი სიკვდილით არ არის აღსრულებული გარდა ერთადერთი იოანე ღვთისმეტყველისა ყველა არის მოკლული და თან წამების როგორი ფორმები არის ხო წარმოგიდგენია და მაგალითად ცნობილი არის რომ თქვა რომელიღაცა მოციქულს თქვა ტყავი გააძურეს ესე იგი თავი მოკვეთის პეტრე მოციქული ამბობს რომ მე არა ვარ ღირსი ისე როგორც ჩემი მაცხოვარი ჩემი მოძღვარი იქნა ჯვარზე გაკრული თავდაყირა და მას ვიჯვარს მაგრამ ყველაზე დიდი სასწაულია მოციქული რახან მოციქულებზე ვსაუბრობთ აი ყველაზე დიდი სასწაული ეს არის თვითონ პავლე მოციქულის მოქცევა ქრისტიანობას იმიტომ რომ საოცარი რამ არის როდესაც ანანია მოციქულს ეცხადება მაცხოვრი და ეუბნება რომ წადი და ესე იგი ნახავ დამასკოში საულეს და უქადაგე მას და მონათლეო ანანია ეუბნება რომ უფალო გამიგია რომ ამ ადამიანმა ეს ადამიანი ქრისტიანთა სისხლს ღურის და აქაც იმიტომ არის ჩამოსული რომ ეს სისხლი წყურია მას მაცხოვრი ეუბნება რომ ჩეული ჭურჭელი ყავს ნაპოვნი მე და აი პავლე მოციქულის ამ მოქცევას რამდენად დიდი სიკეთე მოყვება ქრისტეს ეკლესიისათვის ეს მისი ეპისტოლებიდანაც ჩანს რომ როგორი დიდი არის იმიტომ საოცრება რა არის რომ და დასაფიქრებელი რომ როდესაც ფრესკებზე თქვა გამოსახავენ 4 მოციქულს 4 მოციქული გრაგნილი თხელში გამოისახება როგორც 4 სახარების ასე თქვა დამწერნი და პავლე მოციქულის გრაგნილი თხელში გამოისახება რატო სხვა მოციქულებსაც აქ ეპისტოლები დაწერილი მაგრამ პავლე მოციქული გამოისახება გრაგნილი თხელში რატო რომ მისი ეს ეპისტოლები ფაქტობრივად არის სახარების განმარტება სახარების ასე თქვა განვრცობა თორე რა სიტყვას ქრისტე მოიტანა აი ამ სიტყვის გავრცობა მოხდა პავლე მოციქულის და მეშვეობით და საოცრება რა არის თვითონაც ამბობს რომ ერთადერთი მოციქული ვიც მე მაცხოვარმა თავისი ჯვარცმის მერე მომაქცია. ეხლა კიდე ერთი მომენტი, რომელზეც მამები ყურადღებას ამახვილებენ ღვთისმეტყველები, როდესაც აღდგომის ჭეშმარიტებაზე მიდგება, ეს არის მოწამეთა სიმრავლე. კაი, თქვათ, პირველმა საუკუნე მოციქულთა ეპოქამ ჩაიარა და იცით თქვენ რომ პირველი 3 საუკუნე ქრისტიანთა ისტორიაში, ქრისტეს ეკლესიის ისტორიაში ეს არის მოწამეობის ისტორია. იმიტომ რომ ესე იგი როგორც კი სადმე ქრისტიანი გაჩნდებოდა მომენტალურად ყველა ხელისუფალი რომელიც თქვა იყო წარმართიცილობდა რომ ქრისტიანი გაენადგურებინ ეხლა რატო ანადგურებდა რა იყო ბრალს უყენებდნენ ქრისტიანი მიყოდნენ ყველაზე მორჩილი საზოგადოება იმიტომ რომ ჩვენი იმპერიისათვის იმიტომ რომ წმენა როგორი არის ჩვენი პავლე მოციქულის სიტყვის დავესწრები რომ ყველა ხელისუფლება არის ღვთისაგან და ხელისუფლებას უნდა ემორჩილებოდა შენ ეს არის ეკლესიის სულისკვეთება რომ ჩვენი რწმენა რომ ღვთის განგებულების გარეშე ჩვენ ცხოვრებაში არაფერი არ ხდება, კარგია, ცუდია, ჩვენ ამას არ უყურებთ. ერთადერთი ეკლესია წინააღმდეგობას იწყებს ხელისუფალის წინააღმდეგ, როდესაც ანუ დაუმორჩილებლობას, როდესაც ხელისუფალი აიძულებს ღმერთის ღალატს, ანუ ქრისტეს უარყოფას. და რა იყო ხა რას თხოვდნენ ქრისტიანებს? თქვა დგას იმპერატორის კერპი, ანუ იმპერატორი უმაღლეს ღვთაებად ითვლებოდა რომის იმპერიაში და საჭირო იყო რა თქვა აგეთ პატარა რაღაცა თქვა ხორბლის მარცვლები არის და დააყარე ცეცხლს აგერ იმპერატორის წირო ცეცხლი ანთია რომ შეაყარი ეს ცეცხლი ამ ცეცხლში ეს ხორბალი თქვა შესაწირავი რომ შენ იმპერატორს უკმიე და ქრისტიანები ამას არ აკეთებენ, იმიტომ რომ ამბობენ რომ ჩვენ ყველაფრით გამორჩილებით, მაგრამ უმაღლესი ჩვენთვის ხელისუფალი, უმაღლესი იმპერატორი ამ სამყაროსი არის ჩვენი მაცხოვარი ქრისტე. ჩვენ მას ვემორჩილებით და აი მე ერთი პატარა თუნდაც იმის გამო რომ ისინი ამ კერპს ხოროს არ წირავენ. ქრისტიანებს რა ვიცი სატანჯოების რა ფორმა შეიძლება მოიგონოს ადამიანმა. ხშირად მიფიქრე ხოლმე რა როგორ უძლებდა ადამიანი აი ამ ტანჯვას ფიზიკურად შეუძლებელია ამის გაძლება, იმიტომ რომ არ ყოფილიყო ღვთაებრივი მადლი დამხმარე ამ სიტუაციაში, ფიზიკურად ადამიანი ვერაფერს ვერ გააკეთებდა. მაგალითად, ვერ გაუძლებდა ამ სატანჯოს, იმიტომ რომ არ ვიცი, როგორ გითხრათ, ზოგს ადუღებულ ზეთში ან ზოგ ადუღებულ ფისში ასხამდნენ.
იყო მაგალითად ნერონის პერიოდში ქრისტიანთა დევნა ვინც დაიწყო პირველი ეს იყო რომ გუდრონს გადაასხავდნენ ქრისტიანებს და მე როგორც მაშხალებს ისე მაშხალებს იყენებდნენ თქვა და აი ვინ გააძლიერა ეს ქრისტიანები ჩია და თქვა დატუსაღებულები დატყვევებულები როცა ფიზიკურად ძალები აღარ ქონდა ადამიანს ვინ გააძლიერა ამ წამების პროცესში შეიძლება კითხვაც გაჩნდეს მამა ირაკლის საზოგადოებაში რომ შეიძლება და ვთქვათ იმ წუთას უარი ეხოთ ასე ვთქვათ უფლისათვის მაგრამ რეალურად ეს მხოლოდ მტრისთვის დასანახად ყოფილიყო და გულის სიღრმეში უფლის რწმენა შეენარჩუნებინათ აი ამ შემთხვევაში რა გზას ვხედავთ ასე ვთქვათ და რას გვასწავლის დედა ეკლესია როგორი არის ესეთი მიდგომა რამდენად სწორი იცით როგორ არის აი ყოფილა რომ ესეთი ფილმი არის რამდენიმე წლის წინ გამოვიდა ფილმი დუმილი ქვია ამ ფილმს ეს არის კათოლიკე მისიონერების მოღვაწეობა იაპონიაში და ესე იგი ერთი მისიონერი მოკლედ რომელიც მოაქცევს სოფელს ქრისტიანობაზე რამდენიმე მისიონერი არის ესე იგი ერთს კლავენ და მეორე მისიონერი მოკლედ აფიქროს რომ ესე იგი მოდი ამ ხალხს გადავარჩენ მოუწოდებ რომ დაადგით ხატს ფეხი და მე თქვა ჩუმად თქვენ გულში წმენა შეინარჩუნეთ და მოკლედ ისე მოხდება რომ ფილმი ესე მთავრდება რომ ესე თვითონ ქრისტიანობას უარყოფს ეს მისიონერი მაგრამ გარდაცვალების წინ ხელში ჯვარს უპოვებენ იცით როგორ არის აი როდესაც თურქებმა დაიპყრეს ბიზანტია და ესე იგი მე საქართველოსიც ხო საქართველოს ნაწილის ანუ ქართველების ნაწილის ამ შემთხვევაში ლაზებზე ვლაპარაკობ მე იყო ესეთი მოძრაობა ანუ კონსტანტინოპოლის პატრიარქმა გამოსა მახსოვს ესეთი ბულა რომ შეიძლება და ადამიანს გარგნულად მიიღო ასე ვთქვათ ისლამი მაგრამ გულში ქრისტიანობა დარჩენილიყო და ქრისტიანობა დარჩენილიყო და ერთი ის ისტორიკოსი მართლმადიდებელი ამბობს რომ ერთხელ ერთი ხონჯასო სახლში ვესტუმრებო და საღამბიცოდა რომ ბერძენი ვიყავი და საღამოსო სარდაფის კარი ახადაო და ჩამიყვანა ფარულად მოწყობილ ეკლესიაშიო და ეს ხოჯა ცოტა ხანში სასულიერო პირად გადაიქცაო და ეს მდგომარეობა ჩვენი ახლა ჩემი ული გაგებით და ჩვენი რწმენით ეწინააღმდეგება თავად ქრისტეს სიტყვებს რატო რომ ქრისტეს სახარებაში მაცხოვრე რა სიტყვობს რომ ვინცო მაღიაროსო მე ადამიანთა წინაშე მეც ვაღიარე ჩემი ზეციერი მამის წინაშე და ვინცო უარყოფო მეც უარყოფო ჩემი ზეციერი მამის წინაშე აი ნახეთ როგორი მომენტი არის შეიძლება აი ნახეთ ჩემი გონება სადამდე რაღაცნაირად ყოველ ადამიანის თავს რაღაცით რაღაცა გაამართო იმიტომ რომ ეკლესიის წიაღში ყოფილი აი ადამიანები რომლებიც არა ესე იგი მორჩილებით არამედ უნდათ რომ აი მე ხა წავალ ვეწამები ქრისტეს გულისათვის ეს არ იყო თქვა რაღაცა შინაგანი მოწოდება ღვთის იმიტომ რომ არა ამპარტავნებით არამედ სადამ საშუალება იყო ადამიანი თავს არიდევდა თქვა წამების პროცესს თქვა დევნის როცა დევნა იყო გაიქცეოდა ერთი ქალაქიდან მეორე მაგრამ თუ დაიჭერდნენ მე უკვე ის ვალდებული იყო ქრისტიანი ეღიარებინა აი საოცარი სიტყვა უთხრეთმა მღვდელმთავარმა ჩვენმა ირანელი ქალბატონი ჩამოსულა საქართველოში მონათლულა და რო უკან ბრუნდებოდა ამ მღვდელმთავარს კითხვა დაუსვა რომ მე უფევ ახლა მე რო წავალო იქ ირანშიო ჩემს პასპორტშიო სიტყვა მუსულმანი წერიაო და როგორ მოვიქცეო და სანამ შენი სარწმუნოება არ ჩანს აი თქვა არავინ არ გეკითხება ვინ ხარ ნამდვილად როგორ რას წარმოადგენ ხო ეს საბუთად იყოს მაგრამ როცა კითხვას დაგისვამენ უარი აღარ განაცვალო შენ სარწმუნოების აღიარებას ანუ ამის თქმა მინდა რომ ესე იგი იყო მომენტები როდესაც ადამიანები ესე იგი ამპარტავნული შეიძლება გულის სიღრმეში ქრისტეს სიყვარული ქონდათ მაგრამ მაინც უნდათ რომ ესე თავი გამოეჩინა და ხდებოდა ისე რომ მიდიოდნენ მე შეშინდებოდნენ ხშირ შემთხვევაში და ეკლესიაში არსებობდა წესი რომ ადამიანი რომ მოიქცევა თქვა შეცდა დააშავა და მაგრამ მოტრიალა და სინანული გააჩინა ეკლესია კვლავ ღებულობდა ასეთ ადამიანს რომ სინანულისათვის მოკლედ
აღდგომა ესე იგი აღიარებარი ყოველ შემთხვევაში საჭირო. მაგრამ ისეთი თქმა მინდა რომ ეს ჩვენს ქრისტიანებს უნდა გქონდეთ ცოდნა რომ თქვა ქრისტე ნამდვილად აღდგარია და ყველაზე ძვირფასი კიდევ ამის საშუალება მოგოცავს არსებობს არა ისტორიული ცოდნა მარტო იმისა რომ შენ ქრისტე აღდგარი იცი როგორი თქვა რო აღდგა და ენდობი თქვა აი ამ მოციქულების გამოცდილებას შენი პირადი გამოცდილებაც უნდა იყოს და მადლობა ღმერთს რომ მე მჯერა თითოეული ქრისტიანის ცხოვრებაში არის აი ეს ცოდნა და წმენა რომ ქრისტე ჭეშმარიტად აღდგა იმიტომ რომ ჩვენ გულს ვინც ახარებს ის ხოლო და მხოლოდ ის არის ძალიან დიდი მადლობა მამა ირაკლი მოგზანებისთვის საინტერესო საუბრისთვის დაგემშვიდობებით დიდი ღომში მდებარე წმინდა 100,000 მოწამის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი ირაკლი დუმბაძე იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი